ნინო ზაუტაშვილი გადაცემა თავისუფალი სივრცის წამყვანი არის გადაცემა შაბათის ფორმულას სტუმარი ნინო საღამოშვიდობისა რეალური სივრცის ბოდიში მადლობა სტუმრობისთვის ნინო ასე კითხავდი მცირე შეფასებასაც გავაკეთებ ეს რაც ახლა ჩვენ ვისმენდით ეს რო იყოს რომანი ან რაიმე სხვა ჟანრი სერიოზულად ამაზე შეიძლება არ გვესაუბრა თუმცა ეს ნამდვილად მოხდა რომ დასრულმა ადამიანებმა, ქალბატონმა, ორმას დასრულმა კაცმა სპორტის ხდომაზე და ალბათ ამის პრეცედენტიც არ არსებობს, რომ რაღაცას მოვიშველიოთ წარსულიდან. პირდაპირ ახსენეს პროკურატურა ორჯერ და გადაჭრით, რომ კი, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს იმის გამო, რატო აღშფოთდა მაგალითად ან რატო ჰქონდა პროტესტი, რატო მაქვს პროტესტი ნინო ზაუტაშვილს. ეს იყო ხო ცალსახად მუქარა. კითხვა მექნება ასეთი, ძალიან მინდა მე პირადად მაინტერესებს და ვფიქრობ საზოგადოებასაც, აი ამ ბორდის აი ამ მახინჯი და სკანდალური სხდომის შემდეგ, რომლის ფრაგმენტი ჩვენ ახლა უჩვენეთ საზოგადოებას. შიგნით საზოგადოებრივ მაუწყებელში მოქმედი თანამშრომლების პროტესტი უფრო მძაფრი ხომ არ არის, იმიტომ რომ შეუძლებელია ასეთი შეურაცხყოფა მიაყენო ამ ხელა ისტორიის არხს, რომ პროკურატურით დაესმუქრო თანამშრომლებს. ანუ როგორი განწყობა ახლა შიგნით? დათო ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში იმისთვის სამუდაშეც რა თქმა უნდა იმისთვის რომ დაინტერესდით ამ თემით ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავისთავად ხადია ну დასრულების კრებას მე ამას რა თქმა უნდა გაჭირვებით დავარქმევდი იმიტომ რომ ყველა მოსაზრება რომელიც მოვისმინე ნამდვილად ესეთი უმწიფარი ადამიანების რაღაც გადაწყვეტილებებს გავდა თუმცა რა თქმა უნდა ყველას აქვს უფლება გამოხატოს თავისი მოსაზრება თუ საჭიროა და თუ ესეთულიან კი ბატონო ვისაც თუმცა მათ მხოლოდ რეკომენდაციის მიცემის უფლება აქვთ ეს მოკვლევა რომელიც მათ დაასახელეს უკანონოდ იყო ჩატარებული იმიტომ რომ მას არ წინ არ უძღოდა კენჭისყრა ეს ცალკე თემაა რაც შეეხება მოკვლევას ამაზეც აუცილებლად ცალკე მინდა ვისაუბრო საერთოდ რა ტიპის მოკვლევაზე იყო საუბარი და ერთი რაც მინდა ვთქვა უბრალოდ რომ სულ ყველა ის ადამიანი ვინც ბორდის ხომას ესწრებოდა ერთად აღებული კვალიფიკაცია მათი ვერ შეედრება ერთი ადამიანის მცველების საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველების ერთი ადამიანის კვალიფიკაციასაც იმ დარგში რომელ დარგზეც ისინი ასე თავმომწონეთ საუბრობენ ეს ჩემთვის არის ძალიან უსაკენი თავისთავად ხადია მე მინდა გითხრათ რომ შიგნით საზოგადოებრივ მაუწყებელში რა თქმა უნდა არიან პატიოსანი გულანთებული თავისი საქმის მოყვარული ადამიანები რომლებიც ძალიან განიცდიან ამ ამბავს ჩვენ გვაქვს მცველების ესეთი დაერთიანება სადაც დაახლოებით 80-მდე ადამიანი ვართ და ხელმომწერებით ვიყავით თავისთავად ხადია შეხვედრების სურვილის გამო ვთქვით და გვინდოდა რომ დღის ეთერი დათმობოდა მიმდინარე მოვლენებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ძალიან მძაფრად არის უკვე 100 დღეზე მეტია და ჩვენ გვინდოდა რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ ყველაფრის ძალიან აქტიური ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ ვერ შედგა ეს შეთანხმება ამ თემაზე. თავისთავად ხადია ის დამწყობები, რასაც ესენი ეძახიან, რომ ჩვენ რაღაცაზე ერთად მოქმედებთ, ადამიანებს სხვადასხვა სფეროებიდან შეიძლება კონდეთ ერთი და იგივე მოსაზრებები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, თუ ამას ისინი რაღაცა მართულ პროცესებს ეძახიან, ეს ალბათ მათი ძველი გამოცდილებიდან მომდინარეა, თორემ ჩვენ ყველანი ადამიანები ვფიქრობთ და გამოხატავთ ჩვენს მოსაზრებებს აბსოლუტურად თავისუფლად. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, საზოგადოებრივი მაუწყებელი არის საზოგადოების მისი კუთვნილება და მისი აზრის გამოხატველი უნდა იყოს პირველ რიგში. და კიდევ რა მინდა ვთქვა, ამაზე სამარცხვინო ბორდი არ ყოლია საზოგადოებრივ მაუწყებელს არასოდეს ყოველ შემთხვევაში ჩემი 40 წლის გამოცდილების კი საზოგადოებრივ მაუწყებლის ბორდს ყოველთვის ჰქონდა ხოლმე ხინჯები და ეკლები სხვა დროსაც თუმცა ნამდვილად გეთანხმები რომ ასეთი არასერიოზული და ხო კი ბატონო ნინო აი ზუსტად ამ ბორდთან დაკავშირებით მინდა რომ მკითხოთ ეხა ის ზრდასრული მამაკაცები ვიზეც დავითით საუბრობდა ბატონი ვაშვილ მაღლაფერიძეც და მეორეც კარგად ვიცით ვინც არიან მაგრამ მე არ ვიცი და იქნებ თქვენ მოგვიყვეთ ვინ იყო ის ქალბატონი რომელიც ფიქრობდა რომ თურმე მასონთა ლოჟა გმართავთ თქვენ და რაღაც არ ვიცი ხა პროკურატურას თუ გადაეცემა როგორ შეიძლება ამაზე ხო აი არ ვიცი მართლა წარმოუდგენელი არა ამაზე ვერაფრით ვერ გავაკეთებ კომენტარს აი ქალბატონ თამილაზე ვერაფრით ვერ გავაკეთებ კომენტარს იმიტომ რომ ამაზე უფრო აი როგორ გიხართ არადამაჯერებელი ამაზე უფრო სასაცილო ამაზე უფრო უმწიფარი რაღაცა მასონთა ლოჟები ხალხო ეს ხალხი
მეწოდება, გულწრფელად მეწოდება, იმიტომ რომ ის პარტია და Deep State-ი გაგვახსენდა Deep State-ი, რა ვიცი, მილიონი ისეთი ის არის ამ ბოლო დროს შემოსული მოდაში, ასე ვთქვათ. და არასერიოზულია, იმიტომ რომ ამ არასერიოზულ კომენტარებზე არც კი ვაპირებ რაიმე სახის გამოხმაურებას. კიდე არასერიოზულ კომენტარზე არასერიოზულად გამოგეხმაურები, თუ რამე მე და ბაღოც გაგვჩით მასონთა ლოჟაში. კიდევ ერთი რაც მინდა, იმ ბრალდებებზე რაც გაისმა მურღულიას იაკობაშვილის და ვასილ მაღლაფერიძის მხრიდან მათ თავად მოუწევთ აუცილებლად პროკურატურაში ამ ბრალდებებზე პასუხის გაცემა. ჩვენ ამას ვაპირებთ პირველ რიგში, უნდა მივმართოთ უსათუოდ პროკურატურას იმ ბრალდებების გამო, რომელიც ჩვენი მისამართით გაისმა და მე მინდა ახლა თინა ბერძენიშვილის როლი გამოვყო მინდა სპეციალურად და მას პირდაპირ მივმართო ეთერში. მას ახლა აქვს ისტორიული შანსი 2017 წელს მაშინდელი ბორდის წინააღმდეგ ბრძოლაში ის ჩვენ გვერდით იდგა, იმიტომ რომ სრულიად აცნობიერებდა, რასთან ჰქონდა მაშინაც საქმე. მე ახლა ვეუბნები მას აი აქედან პირდაპირ ეთერიდან. მოგვეცი, დაგვითმე საზოგადოებრივი მაუწყებლის დრო, აღადგინე რეალური სივრცე, რაც არის შენი პირდაპირი მოვალეობა, იმიტომ რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გარკვეული პროცენტულობით უნდა იყოს სოციალურ პროექტებზე მომუშავე ток-შოუ და ეს ток-შოუ ამ წუთას გადაცულია რადიოში და მისი ფუნქციონირება არის შეზღუდული. ეს ერთი. მეორეც, დღის ეთერი, რომელსაც ვითხოვდით გარდიანები, ანუ ჩვენ ცველები, გავხსნათ პირდაპირ ეთერი და ვილაპარაკოთ ყველა იმ პრობლემაზე ღიად, რაც გვაქვს. თინა ბერძენიშვილს დაავალა კვლავ ვასილ მაღლაფერიძემ რომ მიმართოს პროკურატურას. ახლა ჯერ იმასეა, მე დიდი მოლოდინი მაქვს, ძალიან მთელი მოლოდინი, მთელი გულით ველოდები რა გადაწყვეტილებას მიიღებს თინათინ ბერძენიშვილი. მას აქვს ახლა ისტორიული შანსი. ჩვენ ველოდებით. როგორ გამოიყენებს ამ ისტორიულ შანსს, ეს არის მის გამბედაობაზე, მის პროფესიონალიზმზე. და მე ველოდები ამ გადაწყვეტილებებს ძალიან დიდი მოლოდინით და რაც შეეხება აი ამ სამარცხვინო არ მინდა მე უფრო ნაკლებ სიტყვა არ მინდა ვიხმარო აი ამ სამარცხვინო ბორდის საქციელს რაც შეეხება პირობას გაძლევთ მე არ ვიცი ისინი მოესწრებიან თუ არა ჩემს სამართლო სკამზე ჯდომის ნახვას მაგრამ მე იმედი მაქვს რომ მოვესწრები პირიქით სასამართლო სკამზე მათ ჯდომას უსათუოდ მოვესწრები. ხო, აი ნახოთ ნინო, ჩვენ ძალიან ველოდებით თინა ბერძენიშვილი მართლა რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ნახოთ ყველა ერთად დაველოდებით, მაგრამ ეს ბორდის ხდომა ნამდვილად არის საარქივოს ხდომა, როგორც მინიმუმ და ეს მე მგონი, რა ვიცი, ყველას უნდა აჩვენონ, როგორც მართლა ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო შეკრება, არ ვიცი წინ კიდევ რა შეკრებები გველის, მაგრამ ეს გამორჩეულად სამარცხვინო იყო ნამდვილად. არა, ამაზე მეტი ამ რაოდენობით მე ერთად არ მგონია რომ ნახოთ, ნამდვილად არ მგონია, იმიტომ რომ ეს არის, აი, გეუბნებით, ასეთი არაკვალიფიციური, ასეთი ნამდვილად სამწუხაროდ. აი, ყველა უარყოფითი სიტყვა, რასაც თქვენ ამბობთ, არაკვალიფიციური, აი, გადასარევია მათთვის. აღწერს გადასარევად. მადლობა, ნინო. ძალიან დიდი მადლობა დროის დათმობისთვის, მადლობა თქვენ. წარმატება და ჩვენი მხარდაჭერა ნინოს და ყველა იმ ჟურნალისტს, ვისაც აი ახლა ასე პროკურატურით და რეპრესიებით ემუქრება ვასილ მაღლაფერიძე.